მეოთხე დღეა, არ გვაქვს არც შუქი, არც წყალი და არის როგორც ნახეთ საკმაოდ დიდი თოვლი, შესაბამისად არც საკვები არ გვაქვს, ვერც წყალს უზრუნველყოფთ რომ გქონდეს და შესაბამისად მთელი სოფელი ფაქტობრივად არის იგივე სიტუაციაში, ჩემთანაც არიან მოხუცები, უმეტესობა მოხუცები ცხოვრობენ სოფელში, ასევე ბავშვები და ვერ ხერხდება მათთვის ვერც წყლის, საკვების და ვერც მედიკამენტების მიწოდება სამწუხაროდ. თეონა, მედიის ყურადღება ჩვენი მხრიდანაც და შესაბამისად სამოხალისეო ენთუზიაზმი, ძალები, რესურსი ძირითადად მაინც მიპყრობილია ამ დღეების განმავლობაში გურიისკენ, სადაც სიტუაცია ძალიან რთული იყო და ეს სირთულე გრძელდება დღეების განმავლობაში. თუმცა აღმოჩნდა, რომ იმერეთშიც საკმაოდ რთული მდგომარეობა, რამდენად უმკლავდებიან ამ გამოწვევებს და პრობლემებს ადგილობრივი მუნიციპალური სამსახურები, თუ საჭიროა მოწოდება იმისკენ, რომ ის, რა თქმა უნდა, შეზღუდული რესურსი, რომელიც სამოქალაქო აქტივიზმს გააჩნია, იმერეთის მუნიციპალიტეტების სოფლებისკენაც იყოს მოპყრობილი. როგორც ვიცი, სხვა ახლო სოფლებშიც მსგავსი სიტუაციაა და ჩვენ პირადად ჯერჯერობით არ დაკავშირებია არავინ, როგორც გავიგეთ, ჰქონდათ მცდელობა ამოსვლის ამ სოფელში კონკრეტულად, თუმცა ვერ მოახერხეს ტექნიკის გაუმართავობის გამო, სხვაგან ვერ გეტყვით რა ხდება, თუმცა ჩვენთან ჯერჯერობით არავინ არ მოსულა, არც მოხალისეობრივი ჯგუფები და არც სხვა ვინმე არ დაკავშირებია. თეონა, ვანის რაიონის მუნიციპალიტეტზე არის საუბარი, ხო? აი, სოფელი ქვედაგორა. მე რამდენადაც ვიცნობ ძალიან კარგად ჩვენ რეგიონების გეოგრაფიას ამ თვალსაზრისით, ეს არ არის ძალიან მაღალი ზონა. მაგრამ მიუხედავად ამისა, თქვენ როგორც ამბობთ, თოვლის საფარი საკმაოდ მაღალია და სოფელი თავისთავად ზამთრისთვის ემზადება სპეციფიურად განსხვავებით ქალაქური დასახლებებისაგან. რამ შექმნა განსაკუთრებული პრობლემები აი ამ ზამთრის პირობებში სტიქის იმ მასშტაბების გათვალისწინებით, რომელიც ახლა არის იმერეთის იმ მუნიციპალიტეტებში, საიდანაც თქვენ ახლა გვესაუბრებით. პირველ რიგში პრობლემა იდეაში არის ის, რომ მოლოდინი არ ქონდა მოსახლეობას, რომ ამხელა სტიქია იქნებოდა, თოვლი არის ფაქტობრივად მეტნახევარზე მეტი თოვლის საფარი და მზადყოფნაც ვერ არ ფიქრობ, რომ იყო ხალხში, ესე ვთქვათ, არავინ არ იყო მზად მსგავსი სიტუაციისთვის, ასევე არის აქ სახლების ჩამონგრევის საფრთხეც და შესაბამისად მზადყოფნაში ნამდვილად არ შეხვედრია კონკრეტულად ეს სოფელი, მე რასაც ხედავ, კავშირი ძალიან გვიჭირს კარი სამყაროსთან და შესაბამისად არც ვიცი რა ხდება სხვაგან. თეონა, ერთი ასეთი კონკრეტული შეკითხვა მაქვს თქვენთან. მუნიციპალიტეტებს სოფლებში ყავთ რწმუნებულები, რომლებიც პრინციპში უნდა წარმოადგენდნენ როგორც მინიმუმ ინფორმაციის უპირველეს გამომტანს, ხო? ადგილობრივი ორგანოებისათვის, რომლებიც მერე უნდა რეაგირებდნენ ამაზე. აი თქვენი სოფლის რწმუნებულის როლი როგორი არის ამ ყველაფერში? თუ გაქვთ მათთან კომუნიკაცია, როგორ იკრიბება ეს ინფორმაცია? არის თუ არა თქვენი მონაცემებით მუნიციპალურ დონეზე მაინც რაღაცა საკოორდინაციო შტაბი, გაწვდიან თუ არა შესაბამის ინფორმაციას? თუ აი რაიმე ვინმე საერთოდ მომკითხავი არის თქვენი, აი მაკრო ხართ, როგორ შემხებლობა რომ საერთოდ ხელისუფლება არსებობს და რამეს აკეთებს, თქვენ როგორ გრძნობთ ამას? ჩვენ პირადად არ დაკავშირებია არავინ, ჩვენ ვცადეთ რწმუნებულებთან და ადამიანებთან დაკავშირება და ვინც გამოვიდა კავშირზე, უშუალოდ ვინც მართავს ამ ტექნიკას, როგორც მივხვდით, ეს ადამიანი გვესაუბრებოდა და აი რაც გითხარით, ზუსტად ეს გითხრა, რომ გარკვეულ სოფლებში უკვე ვიყავით, მოვდივართ თქვენკენ, ვიქნებით რამდენიმე საათში, თუმცა საბოლოოდ დაგვირეკეს და გითხრეს, რომ დღეს ვერ ხერხდება, როგორც გითხარით, მეოთხე დღეა უკვე ასე ვართ, დღეს აპირებდნენ მოსვლას და გაუფუჭდა ტექნიკა და ვერ მოდიან, ასე რომ შუქი რო არა გაქვთ, ვიცით, იმედია რომ
თბებით მაინც და საკვების მხრივ არ არის ისეთი პრობლემა, თუმცა არის მედიკამენტების პრობლემა, ასაკოვანი ადამიანები არიან ძირითადად ჩვენ სოფლებში და სამედიცინო მომსახურების კუთხით რომ გაჩნდეს რაიმე აუცილებლობა, რისი იმედი გაქვთ ამ შემთხვევაში და აი ეს მდგომარეობა როგორ მოქმედებს მათ შორის თქვენი ოჯახის ასაკოვან წევრებზე და თქვენს მეზობლებზე, ვისთანაც მიგიწვდებათ ხმა რომ ეკონტაქტოთ. ფაქტობრივად არაფრის იმედი არ გვაქვს იმ შემთხვევაში თუ გახდება სამედიცინო დახმარების საჭიროება, რადგან აქ ფიზიკურად ვერ ამოვა მანქანა, უნდა ამოვიდეს სპეცტექნიკა, ვცადეთ რომ ამოგვეყანა მანქანაც, ყველაფერი ვცადეთ ფაქტობრივად და შეუძლებელია რომ აქ სასწრაფო ამოვიდეს თუ გახდება ამის საჭიროება. შესაბამისად სამწუხაროდ დაუცველები ვართ ამ კუთხით და ძალიან რთული არის ჩვენთვისაც ფსიქოლოგიურად ამის ცოდნა რომ თუ რამე დაგჭირდება შესაძლოა რომ ვერ მოგვეშოვოს ვერავინ. თეონა გამძლეობას გისურვებთ და გისურვებთ რომ არც ერთი ეს სამსახური მათი დახმარება არ დაგჭირდეთ, ასევე ყველანი ამ შემთხვევაში დიდწილად მაინც იმის იმედზე ვართ რომ გამოიდარებს მეტნაკლებად და როგორც სამაშველო რესურსი, ასევე სახელმწიფო სტრუქტურების რესურსები მეტნაკლებად მოახერხებენ წვდომას. დაგემშვიდობებით კიდევ ერთხელ ვისურვებ რომ მშვიდობა იყოს თქვენკენ.